სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა. ბიბლია ყოველ დღე. მოგესალმებით მეგობრებო, ყველას მშვიდობა და ღვთის მადლი თქვენ და თქვენს სახლს. მეგობრებო, გთხოვთ, გამოიწერეთ არხი, დალაიქეთ, მოიწონეთ ვიდეო და დაწერეთ კომენტარები, ასევე გააზიარეთ ვიდეო, რაც შეიძლება მეტ ადამიანს რომ მოისმინონ, ასევე უსინათლოებაც მოისმენენ და ნამდვილად მადლია თქვენთვის, იმიტომ რომ თქვენ შეიტანთ თქვენ წვლილს ღვთის ნების და ღვთის სიტყვის გავრცელებაში. ღმერთმა გაგახაროთ. დღევანდელი დღე, ესე იგი ჩვენ დღეს ვისაუბრებთ მარხვის შესახებ. მეგობრებო, მარხვა არის სათნოების გვირგვინი, სიკეთის საფუძველი და ცხოვრების გზა. ის გვათავისუფლებს ცოდვის მონობისაგან. გვაძლევს სულიერ თავისუფლებას, კურნავს სულის ჭრილობებს და ასუფთავებს ცოდვილ დაბინძურებულ გულს. მარხვა აძლიერებს გონებას, აღვივებს ღვთისმოსაობას, ანეიტრალებს ვნებებს და აწესრიგებს ფიქრებს. გახსოვთ უფლის სიტყვების სახარებაში ეს მოდგმა განიკურნება ლოცვით და მარხვით. ისე არ უნდა ვიმარხულოთ, ესე იგი რომ მახსენდება ერთ-ერთ მამა ამბობს, უბრალოდ ღვთისმეტყველი ამბობს, რომ ესე იგი ჩვენ მარხულობთო, ხორცს არ ვჭამთ, ყველს არ ვჭამთ, რძეს, მაწონს არ ვსვავთ და ესე იგი შეგვიძლია მეზობელი შევჭამოთ. ესეთი მარხვა რა თქმა უნდა არ არის საჭირო, გასაგებია, ხო? პირველ რიგში სულით უნდა ვიმარხულოთ ჩვენ, სულით, ესე იგი მარხვა და შემდეგ უკვე ჭამით, რა თქმა უნდა თავის შევიკავოთ ყველაფრისგან. ამაშია მარხვის არსი, ხო? მარხვის დროს ქრება, მეგობრებო, ცოდვილი სურვილები, ძლიერდება სათნოებები, ხორცი ემორჩილება სულს და ემსგავსება მას. რაც შეიძლება მეტი კეთილი საქმეები უნდა ვაკეთოთ და უნდა თავშეკავება, მოკლედ რომ თქვა, მარხვა არის თავშეკავება. უნდა ესე იგი სიამოვნებები და ეს რაღაც გართობები და ასე შემდეგ უნდა ყველაფერი მოვიკლოთ, ასე ვთქვათ, მაგრამ მწუხარენი არ უნდა ვიყოთ. გახსოვთ რამდენჯერ ამ ხელს უფალი ჩვენი იესო ქრისტე ფარისევლებს, ესე იგი ზოგი იცის, ესე იგი სუფრაზე დაждდება და ესე იგი მე მარხვაზე ვარ, მე არ ვჭამ, ეს არ არის საჭირო, ეს არავის არ ჭირდება, ასეთი მარხვა ღმერთს არ ჭირდება და ის არ ეთხოვს. ესე იგი ჩვენ უნდა ვიმარხულოთ და ესე იგი დამწუხრებული სახეები კი არ უნდა გქონდეს. კი, სადაც საჭიროა თუ მოხდები იქ, რა ვიცი, ისეთ გარემო დაბადების დღეზე ან სადმე ვიღაცა მოყვება, რა თქმა უნდა შეიძლება თუ ეხა გეცინება, გაიცინე, რა თქმა უნდა, მაგრამ დამწუხრებული და ასე შემდეგ ეს არ არის მარხვა, ასე არ არის საჭირო. ჩვენ უნდა ვიმარხულოთ, შენ გულში და შენ და უფალი. მეგობრებო, მარხვა, ხო? ნახეთ, როცა გახსოვთ უფლის სიტყვები, როცა მარხულობ, იცხეთმა დაიბანე სახე, რომ შენი მარხვა ხალხისთვის არ გამოჩნდეს, არამედ შენმა მამამ ფარულად დაინახოს. მათე 6:17-18, ხო? მარხვა სათნოებათა დედა, სიწმინდის წყარო და ღვთისმოსაობის მცველი. ის თან ახლავს წმინდანებს, ეხმარება ანგელოზებს, ებრძვის ბორო ძალებს და მეგობრებს. სული წმინდას, მარხვით ჩვენ შორდებით ცოდვებს. ვიცლებთ ეშმაკის გავლენას, ესე იგი ვამშვიდებთ ვნებებს და ვაწყდარებთ გულის ამბოხს, ასე ვთქვათ. გონება ხდება მშვიდი, თითქოს წყნარ ზღვაში მცურავი ხომალდი, რომელიც თავისუფლდება ცოდვის ქარიშხლისაგან და სათნოების ნავსაყუდელისგან
ნავსაყუდელისკენ მიემართება. ესე იგი, მარხვა მეგობრებო გვაძლევს უხრწნელ ჯილდოს. თუ ღვთის მცნებებს ვასრულებთ, რა თქმა უნდა და თავს ვარიდებთ ამ ქვეყნიურ სიამოვნებებს, ხო? ნუ შეიყვარებ ამ სოფელს, ხო? 1 იოანე 2:15. რადგან ამ ქვეყნიური სურვილები ამძიმებს სულს და ფსქერზე ჩაგვაქანებს. თავშეკავებულობა იცავს სულის სილამაზეს, ხოლო გაუკონტროლებელი ცხოვრება აფუჭებს მას, აღვივებს ცოდვებს, ამძაფრებს მტრობას და ასუსტებს სათნოების ძალას. მარხვის შემდეგ ნუ დაბრუნდები განუკითხაობას, რათა არ გააფუჭო ხო შენი შრომა. აი ჩვენ როგორ არის ხო ადამიანი ნელ-ნელა რაღაცას ესე იგი შრომობს, ლოცულობს, აშენებს. ესე იგი დღეები, კვირაები, თვეები, წლები და მერე შეუძლია ეს ერთ წამში ყველაფერი დაანგრიოს. მარხვას ლოცვა ეხმარება, მეგობრებო, მარხვისა და ლოცვის ძალით ყველაფერი შესაძლებელია. ის ანადგურებს ბოროტ ძალებს, იცავს განსასწრელისაგან გვაძლევს ღვთის მადლს. მარხვამ გადაარჩინა ილია წინასწარმეტყველი, ნინეველი, დანიელი, სამი ყრმა და მრავალი სხვა. ჩვენ ამას გავივლით ყველაფერს, ხო? ღვთის წყალობით და ღვთის დახმარებით და ღვთის შეწევნით. მარხვამ მოსე დიდებით შემოსა. ელია წინასწარმეტყველად აქცია. ელისე უკაცრავად, ელისე წინასწარმეტყველად აქცია, ხო? მარხვა ღმერთმა თავიდანვე დააწესა. თუ ადამმა ის დაიცვა, სიკვდილი არ მიეკარებოდა. მარხვა ანგელოზთა ცხოვრების მსგავსია, მაგრამ უმთავრესად თავად მაცხოვარმა დაიცვა მარხვა, რათა გვეჩვენებინა ხსნის გზა. და ბოლოს მინდა გითხრათ, მეგობრებო, გაიხადენ მართლად მარხვა შენი ცხოვრების თანამგზავრად. ის დაგიცავს განსასწრელს, გაგარიდებს და ღვთის სასუფევლისკენ მიგიყვანს. ღვთის მადლი იყოს ხო თქვენთან და აუცილებელია მარხვა, მეგობრებო, ასევე აუცილებლად დაიცავით ოთხშაბათი და პარასკევი. ვინც არ მარხულობს, დაიწყეთ დღეიდან, ეს აუცილებელია, ჩვენ ვიცით, რადგან რატომ მარხულობთ ჩვენ ოთხშაბათს და პარასკევს, ვინც არ იცით, ესე იგი ოთხშაბათს გასცეს უფალი იუდამ გასცა 30 ვერცხლად, გაყიდა უფალი ჩვენი იესო ქრისტე და პარასკევს ის ჯვარს აცვეს. ამიტომ ადამიანები ოთხშაბათს და პარასკევობით მარხულობენ, ანუ თავი შეიკავეთ ხორცისგან, რძის ნაწარმოებისგან და რა თქმა უნდა, აკეთეთ რაც შეიძლება მეტი სიკეთე დაეხმარეთ ყველა ადამიანს, განსაკუთრებულად იმ ადამიანებს, ვისგანაც არელით აქეთ უკან დახმარებას. ანუ უანგაროდ დაეხმარეთ ყველას. უფალი შეგეწევათ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღმრთისა და მამისა და ზიარება სულისა წმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ და რაც მთავარია, იყავით ქრისტეს მიმართ ერთგული და დაიცავით მისი მცნებები მაქსიმალურად. აბა გაიხარეთ. მადლობა.